მედიაში ვრცელდება სხვადასხვა ორგანიზაციისა და კომპანიის სახელები, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი შეიძინონ ჩინური წარმოშობის აპლიკაცია. TikTok-ი წინააღმდეგ შემთხვევაში თუ არ გაიყიდება ამერიკულ კომპანიაზე ვიდეო პლატფორმა, ის შემდგომ მთელი ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით დაიბლოკება, როგორც გადაწყვეტა ეს ამერიკის სენატმა და შემდგომ ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ. პრეტენდენტების რიცხვი არის დიდი, ზოგიერთი არის დადასტურებული, ზოგიერთი კი ანონიმური წყაროზე დაყრდნობით ვრცელდება. აღსანიშნავია ის, რომ აქტიურად მიმდინარეობს TikTok-ის გაყიდვასთან დაკავშირებით საუბარი, თუმცა თავად კომპანია ByteDance, ჩინურ კომპანია ByteDance, რომელსაც ეკუთვნის TikTok-ი, არსად საჯაროდ არ გაუკეთებია განცხადება იმის თაობაზე, რომ ის მზადაა გაყიდოს TikTok-ი ამერიკულ კომპანიაზე. სხვადასხვა მედია ავრცელებს წყაროებზე დაყრდნობით ცნობას, მათ შორის არის New York Times-ი. New York Times-ის ცნობით ერთ-ერთი პრეტენდენტი არის კომპანია Amazon-ი, რომელმაც გამოცემის ცნობით მიმართა ასეთი შეთავაზებით ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს JD Vance და ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობის მინისტრს. აღსანიშნავია ის, რომ JD Vance-მა Fox News-თან საუბარში ახლახან დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეთანხმება ფაქტობრივად არის დასრულებული და ყველაფერი კარგად მიდის, კონკრეტულად არ უთქვამს თუ ვიზზე უნდა გაიყიდოს TikTok-ი და როგორ მოხდება კონკრეტულად რა ნაწილი შეიძლება გაიყიდოს, შესაძლებელია რომ სხვადასხვა ნაწილზე იყოს საუბარი. ასევე კიდევ ერთი წინადადება არაოფიციალური ინფორმაციით შევიდა კომპანია AppLovin-დან, რომელიც დაკავებული არის აპლიკაციების მარკეტინგითა და ანალიტიკით. ასევე როგორც გავცელდა ცნობა, TikTok-ის ყიდვის შეძენის სურვილი გამოთქვა ბრიტანული ქსელის OnlyFans-ის დამფუძნებელმა, რომელსაც დასავლურ მედიაში სახლის პორნოგრაფიის მეფეს უწოდებენ. ასევე დადასტურებული ინფორმაციით კანდიდატებს შორის არის ხელოვნური ინტელექტის სტარტაპი კომპანია Perplexity, რომელმაც უკვე თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა ის თუ როგორ ხედავს TikTok-ის მომავალს, თუ Perplexity შეიძენს მომავალში TikTok-ს. ასევე მყიდველთა შორის არის Project Liberty, რომელიც ადამიანების ინტერნეტში ადამიანის უფლებების დაცვაზე მუშაობს. ფორუმ Reddit-ის დამფუძნებლებმაც გამოთქვეს სურვილი ყიდვის და ასევე ტექნოლოგიურმა კომპანიამ Oracle.